ქართული კულტურის დღეები გაიხსნა ლევილში, ნაციონალური კოსტიუმები, გამოფენები და ქართული კერძების დეგუსტაცია. ღონისძიებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს. ცნობილია, რომ ლევილის მამულები უახლოეს მომავალში საქართველოს გადმოეცემა. სოფო ზურაბიანის რეპორტაჟი საფრანგეთიდან. წელი გავიდა. ქართული ფესვები აქ დღესაც კარგად ახსოვთ. სახლში, სადაც საუკუნით ადრე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობა ცხოვრობდა, დღეს ქართულ სტუმრებს ნოე ჟორდანიას შვილი იღებს. ახლა უკვე ბოლო დეტალები თანხმდება. მალე ლევილის მამულები საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება გახდება, ისე როგორც წინაპრებმა დაიბარეს. ახლა მიმდინარეობს მუშაობა სწორედ ამ იურიდიულ პროცედურაზე. ორშაბათს მაქვს შეხვედრები ფინანსთა სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სწორედ იმიტომ, რომ როგორც გადასახადების კუთხით, ისე მისი იურიდიული ნაწილი მოგვარდეს და უკვე საბოლოოდ გადმოეცეს საქართველოს სახელმწიფოსთან. ეს შატოა, სახლი, სადაც ზუსტად ერთი საუკუნის წინ ემიგრაციაში ნოე ჟორდანია და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მინისტრები ოჯახებით ცხოვრობდნენ. აქ ფესვები ხეებსაც კი ქართული აქვთ. ყველა მათგანი ემიგრანტებმა 100 წლის წინ სამშობლოდან წაიღეს. ეშინოდათ, რომ სახლს საბჭოთა საქართველო მიითვისებდა. ამიტომ კერძო საკუთრებად გაიფორმეს, თუმცა დატოვეს ანდერძი, რომლის მიხედვითაც მამულები მათ სამშობლოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უნდა გადაცემოდა. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი მეორე სამშობლო არა საფრანგეთი, არამედ ლევილია. რაც შეეხება მემორანდუმს, ბავშვობიდან მესმოდა, რომ ეს ადგილი, რომელსაც ჩვენ შატოს ვეძახით, უნდა გადასცემოდა საქართველოს მაშინ, როდესაც შესაფერისით რომ მოვიდოდა. მე ვფიქრობ, რომ ეს დრო უკვე დადგა. შატოში მალე ფრანგულ-ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნება. აქ იქნება ბიბლიოთეკა და მუზეუმი, სადაც უძველესი საარქივო მასალა იქნება დაცული. აქ არის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ორიგინალიც, რომლის სულ 2 ეგზემპლარი არსებობს. შეთანხმება უკვე მიღწეულია. ყველა აქ მაცხოვრებელი ადამიანი კი ერთ აზრზეა. ანდერძი უნდა ასრულდეს. ვაპირებთ ორ ამას. პირველი, რა თქმა უნდა, შენარჩუნებას მისი ფუნქციებისა, როგორც ეს იყო 90 წლის განმავლობაში უკვე. თავშეყრის ადგილი, ასე ვთქვათ, ჩვენი ქართველების, დიასპორის, არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლების ასევე. და მეორე, გვინდა რომ საერთო კომისიამ, რომელიც შეიქმნა, შეიმუშაოს გარკვეული პროექტები, რათა პოპულარიზაცია მოხდეს ქართული კულტურის. მამა ჩემი მამია ბერიშვილი იყო და ამ ეზოში ცხოვრობდა. ბავშვობიდან მახსოვს ჩვენს მეზობლად საქართველოს მთავრობის ოჯახები როგორ ცხოვრობდნენ შატოში. ეს ჩემი ბავშვობა. იმ მემორანდუმის მიხედვით, რომელიც არსებობს, აქ ფრანგულ-ქართული კულტურის ცენტრი უნდა გაიხსნას, რაც ჩვენთვის და ჩვენი წინაპრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლევილში ყველას ერთი ისტორია აკავშირებს. ისინი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის შთამომავლები არიან და ქართული ფესვები დღემდე არ ავიწყდებათ. ქართული კულტურის დღეების გახსნასაც განსხვავებულად შეხვდნენ. ლევილის მერიასა და შატოსთან ვაზის ნერგები დარგეს. ფრანგულ შარდონესთან ერთად მალე აქ ფესვებს ქართული საფერავიც გაიდგამს. ჩვენ დავდგეთ ქართული ვაზი საფერავი აქ ლევილში, სადაც უკვე თითქმის 100 წელი არის ქართული გენი არსებობს ქართული შატო, არსებობს ქართული ცენტრი და გვინდოდა რომ სიმბოლური აქტი გაგვეკეთებია, რომელიც გააგრძელებს ქართული გენის, ქართული კულტურის აქ არსებობას. საფერავი, შარდონე, მწვანე და რქაწითელი. ორი ეგზემპლარია ყველა. არა, ბევრია. აქ დაირგვება მარტო ორი ქართული, ორი ფრანგული, ორი შარდონე და ორი საფერავი. საქართველო და საფრანგეთი ორივე ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანაა. ამიტომ სიმბოლურია, რომ მეგობრობის ნიშნად ქართული და ფრანგული ვაზის ჯიშები დავრგეთ. აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი თამარ ჩხენკელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც შატოში კულტურის ცენტრის გახსნის იდეა გაუჩნდა. ქრონიკასთან საუბარში ყვება, რომ მისი ოცნებაა ამ მოვლენას მოესწროს იმისთვის, რომ ყველამ შეძლოს იმ ისტორიის გაცნობა, რომელიც ლევილს უკავშირდება. ლევილი ჩემთვის ისტორიაა. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც თქვა, რომ აქ კულტურული ცენტრი უნდა იყოს, რომ ფრანგებს და ქართველებს შეეძლოთ ამ ადგილას მოსვლა და მეტის გაგება. ვიმედოვნებ, ამ ცენტრის გახსნას მოვესწრები. ლევილის სასაფლაოზე წინაპრები დღესაც გაიხსენეს. ქართულმა დელეგაციამ ნოე ჟორდანიასა და მინისტრების საფლავები გვირგვინებით შეამკო. ამ დროს კი ლევილში ქართული ფოლკლორი ისმოდა და ქართველი წინაპრების სახლის კედლებზე ქართველი მხატვრის გიორგი რურუას ნამუშევრები ეკიდა.
პარიზელი ქართველები ამ ადგილს დღესაც შატოს ეძახიან. ეს იყო მამული, სადაც ნოე ჟორდანიამ და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმა დაიდეს ბინა. ეს ლევილისთვისაც ისტორიაა. დღეს უკვე პირველი დემოკრატიული მთავრობის შთამომავლები ელიან, რომ აქ ფრანგულ-ქართული კულტურული ცენტრი გაიხსნება. სოფო ზურაბიანი, დავით გელენიძე, ლევილი.